TV11 ფესტივალი რესტორაცია დივანი და ჩაის ქართული ბრენდი გურიელი წარმოგიდგენთ. პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რომ ძალიან უხეშად და სულელურად თუ ვიტყვით, არსებობს სულ ორი ტიპის ევროპულ კულტურაში, კი არა და მსოფლიო კულტურაში, გულისხმობ აზიურ და ევროპულ კულტურას, არის ორი ძირითადი პარადიგმა. აი ამ საკითხთან, მამასთან დამოკიდებულებასთან მიმართებაში. ერთი პარადიგმა, კლასიკური აზიური პარადიგმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შვილი ეს არის, ასე ვთქვათ, ბუნებრივი გამგრძელებელი მამისა. და კლასიკური ევროპული პარადიგმა მთლიანად განსაკუთრებით მე-19 საუკუნის შემდეგ და მე-20 საუკუნეში ხომ მით უმეტეს გულისხმობს, ასე ვთქვათ, მეორე ტიპის ამბავს, რომ თუ ჩვენ გვინდა ვიარსებოთ, თუ გვინდა ვისუნთქოთ, ვილაპარაკოთ, განვითარდეთ და ასე შემდეგ, აუცილებლად უნდა დავხოცოთ მამები. თუ არ დავხოცავთ მამებს, ყოველ შემთხვევაში უნდა გავექცეთ მაინც. მოგეხსენებათ, ეს ამბავი არ არის ახალი, ძალიან ძველი ამბავია, კლასიკური ამბავია და იწყება ის ძალიან შორიდან, იწყება რასაკვირველია ჰომეროსის ოდისეადან, სადაც ჩვენ გვაქვს ესეთი მოცემულობა. ძალიან საინტერესო, ხშირად ვეკითხები ხოლმე ჩემს სტუდენტებს, რატო არ არის, ვთქვათ, შექმნილი პოემა, ვთქვათ, რომელიმე დიდი პოემა ტელემაქეზე. ჩვენ დღეს არ ვილაპარაკებთ, ასე ვთქვათ, მამების პრობლემაზე, მინდა რომ ძირითადად შვილების პრობლემაზე ვილაპარაკო. საქმე იმაში გახლავთ, რომ კლასიკურ რეალობაში მამა ყოველთვის არის აწმყო. და შეუძლებელია ის აწმყო არ იყოს. შესაბამისად, ოდისევსიც ყოველთვის აწმყოა, მიუხედავად იმისა, ის გარდაიცვლება, სახლში არ დაბრუნდება თუ რა მოუვა მას, ის ყოველთვის იქნება აწმყო. განსხვავებით ტელემაქესაგან, რომელიც ვერასდროს ვერ მოახერხებს გადაიქცეს აწმყოდ, განდევნოს საკუთარი მამა წარსულში და დაიკავოს მისი ადგილი. აი ეს ცვლილება, ეს ჯაჭვური რეაქცია, ხო, მე არავინ არ მოვა და ტელემაქეს ისევ არავინ არ გააძევებს, იმიტომ რომ ტელემაქე ყოველთვის იქნება цаრიელი ადგილი, იმიტომ რომ ტელემაქეს თანდასწრებითაც და მისი, ასე ვთქვათ, მისი შვილი, რომელიც მოვა, ილაპარაკებს არა მამამისზე, არამედ აუცილებლად ილაპარაკებს, ასე ვთქვათ, ბიოლოგიურ მამაზე კი არ ილაპარაკებს, არამედ ილაპარაკებს ოდისევსზე, როგორც თავის სინაპარზე. ამას წინათ დამჭირდა რაღაცაში და ძალიან ბევრი ვიფიქრე იმაზე, თქვათ, ქართველები როგორ უყურებთ ამ საკითხს და რადგან ახლა პროფესია ჩემი ლიტერატურის სპეციალობა, ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ უდგება ქართული ლიტერატურა მამის თემას, განსაკუთრებით მისი გაძევი, რომელი პარადიგმის ნაწილია ის, რომელი პარადიგმას იზიარებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემ და დიდად გასაკვირად, სხვათა შორის აღმოვაჩინე, რომ ქართული ლიტერატურა მთლიანად აწყობილი გახლავთ აი აზიური პარადიგმის მიხედვით, სადაც მამა არის, ასე ვთქვათ, შვილი არის კლასიკურად გრძის გამგრძელებელი მამისა, ის რაღაცა და ცალკე დამოუკიდებელ ერთეულად როგორც ესი არ აღიქმება. ძალიან იშვიათ გამონაკლისებთან გვაქვს საქმე და მაშინაც, ასე ვთქვათ, კლასიკური პარადიგმა ევროპული მას არ ვიზიარებთ, აი მაგალითად თუ გაგახსენდებათ, არის ესეთი ქართული რომანი, კონსტანტინე გამსახურდიას რომანია, მთვარის მოტაცება, სადაც არის მამის მკვლელობის მოტივი, თუმცა იქ აგებული პარადიგმის, იქ აგებული, ასე ვთქვათ, ფილოსოფიური აზრის მთავარი შეცდომა და მთავარი მინუსი, ასე ვთქვათ, ნაკლი ეს გახლავთ, რომ იქ გამოყვანილია, რომ მამა უფრო ღირსეულია ამ შემთხვევაში და შვილი ნაკლებად ღირსეული. შესაბამისად, ვთქვათ, ეს არ არის ის გზა, რომ ის ფილოსოფიური, ასე ვთქვათ, წყობა აზრისა, რომელსაც ევროპული კულტურა როგორც წესი წარმოგვიდგენს ხოლმე. მე მინდა დღეს დავსვე ერთი მთავარი კითხვა ჩვენი ურთიერთობის. საქმე იმაში გახლავთ, რომ ყველა სახელმწიფოს, ყველა ეპოქაში, ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, მითოლოგიური დასაწყისი, საიდანაც შეიძლება ეს ამბავი რეალურიც იყოს, მაგრამ როგორც წესი ამ რეალური ამბის მითოლოგიზირება ხდება ხოლმე და იქიდან იწყება ათვლა. თავის დროზე, თქვათ, ქართულ სახელმწიფოს ჰქონდა ასეთი, ასე ვთქვათ, საწყისი წერტილი, ეს იყო აი ფარნავაზი რო სანადი რო წავიდა და ირემი მოკლა და მერე მზერო იხილა და თვალებზე ნამი წაისვა, ესეთი ამბავი. თქვათ, მეორე ქართულ უკვე ქრისტიანულ ქართულ სახელმწიფოს ასევე ჰქონდა თავისი ამბავი, რომ რაღაცა მეორე კაცი წავიდა ამჯერად სანადიროდ და იმასაც თვალებთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა და მერე ბოლოს გავქრისტიანდით და შეიქმნა ახალი სახელმწიფო, ხო? მესამე ქართულ სახელმწიფოს პირობითად, თქვათ, დავით აღმაშენებლის ქვეყანას თუ დავარქმევთ, მერე იქაც იქნება, რომ აი დავით აღმაშენებელი
პირველი წავიდა იქ ეშმაკი დაიჭირა რაც გელათი აშინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გვექნება სულ და აქვს აბსოლუტურად ყველა ქვეყანას. მე მაინტერესებდა რა გვაქვს დღეს ქართულ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ჩვენ გულისხმობ ჩემს თაობას, პირველ რიგში ჩვენ ძალიან სასაცილო და შეიძლება მეორე მხრიდან თუ შეხედოთ ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ ჩვენ არჩევანის საშუალებაც კი წართმეული გვაქვს რეალურად და ისტორიული კანონზომიერებით გამორიცხულია, რომ თუ ჩვენ არსებობა გვინდა, მამების გზა გავაგრძელოთ. იმიტომ რომ ჩვენ თუ მამების გზას გავაგრძელებთ, გულისხმობ არა კონკრეტულად ადამიანებს ახლა არც მამაჩემს და შეიძლება კონკრეტულად არც მამათქვენებს, ჩვენ მოგვიწევს 37 მანეთად, თუ არ ვიცი რამდენი მანეთი ღირდა, ვიფრინოთ სადღაც სხვა ქვეყანაში, არ გავხსნათ თბილისში კაფეები მაგალითად და გავაკეთოთ ბევრი ისეთი უცნაური რამე, რაც ჩვენთვის წესითა და რიგით ბუნებრივი არ გახლავთ. ჩვენი ერთადერთი ასე ვთქვათ გამოსავალი არის ის რომ დავხუცოთ მამები და მე გეტყვით როგორ შეიქმნა რეალურად ის სახელმწიფო, ის ქართული სახელმწიფო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამის საწყის წერტილად ძალიან ბევრი ადამიანთან მილაპარაკე ამის თაობაზე, ბევრი ამბობს, რომ ეს არის 9 აპრილი, ან ეს არის რაღაცა ენასთან დაკავშირებული გამოსვლები, თქვათ, ზოგი ამბობს, რომ ეს არის თბილისის ომი, ან აფხაზეთის ომი, ან 2003 წლის ასე ვთქვათ ვარდების რევოლუცია და ასე შემდეგ. ბევრი ვერსია არის ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე ყველაზე უფრო მეტად ასე ვთქვათ მომწონს და ჩემთან ყველაზე უფრო ახლოს არის ერთი ამბავი, რომელსაც როგორც წესი არავინ არ ყვება და ერთ ძალიან მოხუცებულ კაცს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში რო არ დაეწერა გულისხმობ გურამ დოჩანაშვილს, ვერც ვერავინ ვერ გაიგებდა, იმიტომ რომ მისი მონაწილეებიდან ასე ვთქვათ ბევრი ნამდვილად არ გახლავთ ცოცხალი. საქმე მდგომარეობს შემდეგში, რომ არის დაახლოებით 1950-იანი წლები, სტალინი ახალი გარდაცვლილია, ეს ადამიანები გურამი და მისი მეგობრები არიან სკოლაში ჯერ კიდევ, სკოლის დამთავრებელ კლასებში არიან და ერთვენიერ დღეს, ეს არ ვიცით როდის ხდება, გადაწყვეტენ რომ დაბეჭდონ პირველი პროკლამაცია, ასე ვთქვათ, რომელიც იქნება ერთგვარი დამოუკიდებლობის აქტი ქართული, სადაც ეწერება რომ გამოფხიზლდით ქართველო ხალხო, აი რაღაცა ჩვენ უძველესიერი ვართ და ასე შემდეგ, რაც ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, დღეისთვის ტრივიალური ამბები, რომელიც დაწერაც მაშინ ძალიან საშიში იყო. და შეიკრიბება 12 ადამიანი, 12 დაახლოებით 15-16 წლის ბიჭი და გადაწყვეტენ რომ უნდა მოაგვარონ ეს საქმე, უნდა გადაწყვეტონ ეს ამბავი, მთელი პრობლემა იმაშია, როგორ უნდა მოაგვარონ. ისინი ჩუმად იყიდიან საბეჭდ მანქანას, გადააფარებენ ასე ვთქვათ პლეც და ერთ-ერთის ბინაში შეიტანენ ჩუმად ვითომ ფირსაკრავია. მოგეხსენებათ ეს საბჭოთა კლასიკური საბჭოთა ბინების ამბავი, იქ აუცილებლად არის ერთი ოთახი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ბავშვის ოთახი, სამეცადინო ოთახი, სადაც ერთ კუთხეში მაგიდა დგას თავისი რაღაც მისი რა ქვია, მაგიდის ნათურით, იქ მეორე კუთხეში საწოლი, იქ თაროები. ზუსტად ესეთ ოთახში დადეს ეს მაგიდაზე ეს ჩვენი ფირსაკრავი და იმისათვის რომ მშობლებს რომლებიც მეორე ოთახში იყვნენ და ძალიან უკვირდათ რომ გამოდით მაგ ოთახიდან 10 კაცი როგორ ეტევითო 10 იყვნენ ჯერ 2 არ იყო მისული უთხრეს რომ არაო ჩვენ აქო ბეთჰოვენს უნდა მოусმინოთ და ჩართეს ასე ვთქვათ ბეთჰოვენის მუსიკა, ახლა არ მახსოვს ზუსტად ბეთჰოვენის იყო თუ მოცარტის, მაგრამ პირობითად იყოს ბეთჰოვენის და ესე იგი აუციეს მთელ ხმაზე და იქით მეორე ოთახში ზალაში ეგრეთ წოდებულში მშობლები ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ რა შვილები გვეზრდება. ესე იგი მთელი მოვიდნენ შუადღისას და უსმენენ ბეთჰოვენს. და მათმა ბეთჰოვენის ასე ვთქვათ მთელ ხმაზე ჩართულ ბეთჰოვენის ხმაზე დაიწყეს აკრეფა დამოუკიდებლობის ტექსტის, გურამ იყვება რომ ძალიან ბევრი ესე იგი ვიწვალეთ, მეტი არ შეიძლება, იმიტომ რომ არც ერთმა არ ვიცოდით მოხმარება ამ საბეჭდი მანქანის როგორც იყო ესე იგი აკრიფეს და აიღეს და დააფინეს ასე ვთქვათ, ну მაშინ ესეთი ის იყო რომ ამას რომ დაიბეჭდებოდა მე უნდა გამშრალიყო მელანი და ну ადგილი არ არის მოგეხსენებათ პატარა ოთახია საბჭოთა ბინა დააფინეს ლოგინზე და თვითონ დგანან ფეხზე დგას ერთი კაცი სკამზე და ანჩენი 9 ფეხზე დგას ხა და ამ ბეთჰოვენის მუსიკის ფონზე მიმდინარეობს ესა და უცებ ამ დროს იღება კარი არის იქ რაღაცა მისალმებების ალაში იღება ამ ოთახის კარის და შემოდიან ორნი. ეს ორნი მე ძალიან დიდი ამ ორს მე ძალიან დიდი სახელი ექნება ჩვენს ისტორიაში ასე ვთქვათ და ბევრი ტაშისცემა და ლანძღვას დაიმსახურებენ, მაგრამ მაშინ ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან ასე ვთქვათ, თინეიჯერები არიან. ერთსაცვია თეთრი შარვალი, მეორესაც ასე ვთქვათ, კარგად გამოპრანჭულები არიან, მოკლედ. და ეს თეთრი შარვალი მნიშვნელოვანია, მინდა რომ დაიმახსოვროთ. შემოვლენ და არის ხელის ჩამორთმევა, რომ აბა რა შვებით ბიჭებო და აბა ისშოვეთ, ვისშოვეთ, აბა როგორ არის, კარგად არის, რა ქენით. და ეს თეთრი შარვალი უცებ დაждდება ლოგინზე და
9 კაცი იყვირებს ერთდროულად, წამოვარდებათ ერთ შავლიანი ფეხზე, რა ხდება და რა თქმა უნდა ეს ქართული ასე ვთქვათ, პირველი ქართული პროკლამაცია, გნებავთ დამოუკიდებლობის აქტი. სრულიად სპეციფიურ ადგილზე ეხატა ჩვენს თეთრ შარვალს. საქმე იმაში გახლავთ, რომ რა თქმა უნდა, უკვე 12-ეულმა ხელახლა დაბეჭდა ის ტექსტი, დაბეჭდა ეს ძალიან ბევრცალად და რამდენიმე დღის შემდეგ გააკრეს თბილისის ქუჩებში. ერთი ორად გაიყო ეს 12-ეული, ერთი 1-6 კაცეულს ასე ვთქვათ, ზედ გამსახურდია ხელმძღვანელობდა, მეორეს გურამ დოჩანაშვილი, არ იფიქროთ რა, ეს სულად დემოკრატიული არჩევანი იყო, ასე ვთქვათ, საქმე იმაში გახდათ, რომ მაჯის საათი მხოლოდ ამ ორს ჰქონდა და შესაბამისად ზუსტად დროის დანიშნვა მხოლოდ მათ შეეძლოთ. ის კაცი, რომელსაც თეთრი შარვალი ეცვა, ასე ვთქვათ და დააჯდა აი პირველ ქართულ პროკლამაციას, გახლავთ მერაბ კოსტავა. ეხლა რატომ მოგიყევით ეს ამბავი? საქმე იმაში გახლავთ, რომ სინამდვილეში ქართული სახელმწიფო მისი დამოუკიდებლობის იდეა მაშინ, როდესაც გარეთ ადამიანები რაღაცა ხუთწლედის გეგმებზე შრომობდნენ, ადამიანები, რომლებიც ჭავრობდნენ იმაზე, რომ სტალინი გარდაიცვალა, ვიღაცები, რომლებიც რაღაცა მანქანებს, მიცვალებულთა გადასაზიდ მანქანებს, დახვრეტილთა გადასაზიდ მანქანებს უწევდნენ ლექსებს. ეს ადამიანები მდიდრდებოდნენ, ღარიბდებოდნენ, რაღაც თანამდებობებს აღწევდნენ, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე იყო 12 თინეიჯერი, რომელმაც მოიფიქრა, რომ ამ სივრცეშიც კი სრულიად შესაძლებელია მშობლებს ქვის ნაცვლად, თუ გაიხსენებთ აი კრონოსის ძველ მითსა რა, როდესაც მას ზევსის მაგივრად ქვა გადააყლაპეს, ხო? შეიძლება მშობლებს ბეთჰოვენის მუსიკა გადააყლაპო და სინამდვილეში დაბეჭდო სრულიად ახალი ქვეყნის, სრულიად ასე ვთქვათ, ახალი სივრცის როგორ გითხრათ, ფიცი. ტელემაქეობის პრობლემა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ისინი ვერასოდეს ვერ გაბედავენ, იყონ წავიდნენ მამების წინააღმდეგ. ტელემაქეობის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მარადიული ლოდინის რეჟიმში იქნებიან, როდის მიენიჭებათ ღმერთისგან, ათენასგან, კიდე სხვებისგან ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ საკუთარი უფლებები მოითხოვონ, რომ მათ წინ გადადგან ერთი ნაბიჯი და გადავიდნენ მომავალში, იმისთვის, რომ აუცილებლად ოდესღაც წარსული გახდნენ და მათმა შვილებმა მერე ისინი უარყონ. ჩემი ღრმა რწმენით ნებისმიერი მამა, რომელსაც ასე ვთქვათ, შვილი უარყოფს იმისთვის, რომ შვილი უარყოფს და წინ წავა, არის ბედნიერი, იმიტომ რომ მამა, რომელსაც არ უარყოფენ, ის განწირულია გადაშენებისთვის და განწირულია სიკვდილისათვის. მე მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ. კიდე ალბათ არ მეგულება ქვეყანაზე კულტურა, რომელსაც ისე უყვარდეს სივრცე, როგორც ამერიკულ კულტურას, მხატვრობასაც გულისხმობ ამ შემთხვევაში და ლიტერატურასაც ეს რომანტიზმიდან აქვს, თქო, გამოყოლილი და გენეტიკური ამბავია, მაგრამ სანამ ამერიკულზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ, ერთი ამბავი არის ესეთი სურათი, მოგზაური, ეს არის დიდი გერმანელი მხატვრის კასპარ დევიდ ფრიდრიხის ნახატია, მოგზაური ნისლის ზღვის თავზე. მთელი ასე ვთქვათ, სიბრძნე ამ ნახატისა, მდგომის კაცი რაღაც მწვერვალზე დგას, იქ სხვა მწვერვალების ჩანს, ზოგი დაბალი, ზოგი მაღალი უფრო. მთელი მუღამი ისაა, რომ ამ კაცს აცვია ასე ვთქვათ, წვეტიანი ფეხსაცმელი, არა მთამსვლელის ასე ვთქვათ, თანისამოსი, არამედ წვეტიანი ფეხსაცმელები, ეგრეთ წოდებული ბუტილკა შარვალი, გახუნებული ასე ვთქვათ, თეთრი საყელო, ფრაკი, ხელში ხელჯოხი უჭირავს, რაც იგულისხმება, რომ ეს არის ახალი კაცობრიობა, რომელიც გადახურებს სივრცეს და რომ მომავალი მისია. ჩემი ღრმა რწმენით დაახლოებით იგივე სურათის დახატვა, რომ უნდა დღეს ვინმეს, ვთქვათ და რომ უნდა დღეს ვინმეს, აუცილებლად დახატავდა იქ დახეულ ჯინსიან, ბენ სიმონებიან და შეიძლება ყურებში ყურსაცვამ გარჭობილ ტიპს, რომელიც უცნაურად შეიძლება აქანავებდეს თავს, მაგრამ სამაგიეროდ ეს იქნებოდა ახალი გზა, ახალი, როგორ გითხრათ, ახალი მწვერვალი, საიდანაც ზუსტად, ასე ვთქვათ, ისევე გამოჩნდებოდა მომავალი, როგორც ვთქვათ, ნებისმიერი სხვა მწვერვალიდან. ამერიკულ ლიტერატურაში არის ერთი ეგეთი ამბავი რა. რას ნიშნავს თავისუფლება, რას ნიშნავს არ იყო ტელემაქე. როგორ უნდა გეცვას, რომ ტელემაქე არ იყო. თქვენთვის ყველასთვის ნაცნობ ნაწარმოებში გულისხმობ ვიღაცამ გუგლის ბუდეს გადაუფრინა, არის ესეთი ეპიზოდი, როდესაც პერსონაჟი მთავარ გმირს ეკითხება, რომ ეგო რა გაცვიაო დაწოლის წინ. რა გინდა ამაცვია?
შავი ტინის ტრუსი რა არის? ანუ ეს თეთრი ვეშაპები რატო გახატიაო? რა ვიცი, ჩემმა შეყვარებულმა მაჩუქაო და მითხრა რომ ძალიან გიხდებაო რა. აი ამერიკული აზროვნებისთვის თავისუფლების მთავარი ასე ვთქვათ სიმბოლო არის შავი ტინის ტრუსი თეთრი ვეშაპებით. ცხადია, აქ სიმბოლურად იგულისხმება მობი დიკის ამბავი, აჯანყებული შვილისა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს მამას და მე აუცილებლად მეგობრის, რა ქვია ამას, კუბოზე ჩაჭიდებული გადარჩება მღელვარე ზღვაში. საქმე მაშინ გახლავთ, რომ მე ჯერჯერობით და მგონია რომ ჩემი თაობაც ჯერჯერობით ტელემაქეები ვართ. მე ხშირად ვეძებ ხოლმე შავი ტინის ტრუსს თეთრი ვეშაპებით. როცა ვიპოვე, გაგიგებინებთ.